სოფლის გამგებელს უთხარით, რომ როგორმე რო შეითან ხმოსის გამგებელი და იქიდან გაუშვას ის მილები და წყალი როგორ იმას ხდას აქეთ, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი პასუხი არ არის და არ ვიცი. მე არ მახსოვს აქ შუაქვალოში წყალი რო იყო, სასმელი წყალი, ნორმალური ბავშვებს რო დავალევინო წყალი, ისეთი წყალი ჩვენთან არ არსებობს და ჩვენი პრობლემა ძირითადად ესაა. მატლით სავსე მყავს ჭა, ყავ მცირეწლოვანი ბავშვები და წყალს ვერ ვასმევინებ. დავარნილი სოფელი შუაქვალონისგან და ვერცად ვერ მოინახება. ამდენი ტყუილებს უნდა მოეყოს ბოლო. მოვა ის კაცი ზოგჯერ შეგვეპირება, გავაკეთებთ ყველაფერს, გავა 1-2 თვე, 3 თვე ვერაფერს ვერ ვხედავთ. გავდივართ კონსულტაციებს წყალმომარაგების კომპანიასთან და სულ რამოდენიმე დღეში კონკრეტული წინადადებები გვექნება თვითონ მოსახლეობასთან თუ საიდან შევძლებთ წყლის მიწოდებას მათთვის. სერიოზული პრობლემაა დღესდღეობით, იმიტომ რომ გარკვეული არ არის თუ საიდან მიიღებენ წყალს, მაგრამ კონკრეტულად გვაქვს რამოდენიმე ვარიანტი და სულ ცოტა ხანში დავადგენთ თუ საიდან შევძლებთ ამ პრობლემის მოგვარებას. მატლების სერიოზული პრობლემა არის მთლიანად რეგიონში, ასევე რაიონში, მაგრამ ყველა ღონისძიება ტარდება იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ ლოკალიზება და პრევენციული ღონისძიებებით ვუზრუნველყოთ, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად მოვახდინოთ განადგურება ამ მავნებლის. შუაქვალონის მოსახლეობასაც ექნება საშუალება, რომ შესაბამისი აპარატები დაურიგდებათ და შეწამლავენ თავიანთ კარბიდამოს.